გვისმენ. მოგესალმებით, მადლობა ინტერესისთვის, მივესალმებ მაყურებელს. მეც ახლა ვიმყოფები სოფელ ციხისძირში, სადაც უხმან ალექმა დააზიანა მოქალაქეები, მათი ყოველდღიურობა და ასე შემდეგ. მე 2 სიტყვით შემოვიფარგლები დაზარალებული ოჯახით, ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახი, გახლავთ ხოზრევანიძეების ოჯახი, რომელთა სახლიც ჩამოინგრა და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი მაყურებლისათვის და ზოგადად საჯაროდ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახლის სახურავის ჩამონგრევიდან 4 დღის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია მის მიერ მასზე დაქვემდებარებული სამსახურები არ დაინტერესებულა ამ ადამიანის ჯანმრთელობით, უსაფრთხოებით და 4 დღის განმავლობაში არ მისულა იმ ლოკაციაზე, იმ ადგილას ძიმე ტექნიკა და ტრაქტორები. ანუ არ გაუწმენდათ გზაც კი, ანუ ეს ადამიანები სრულად იყვნენ მოწყვეტილი გარესამყაროს და ამ ადამიანებს ჰქონდათ ყოველგვარი იმედი დაკარგული იმისა, თუ როგორი დღე გაუთენდებოდათ მომდევნო დღეს. ეს ყველაფერი გახლავთ ადგილობრივი ხელისუფლების ბრალი, ეს ყველაფერი გახლავთ ადგილობრივი ხელისუფლების ბრალეულობა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი გახლავთ უშუალოდ ეს ყოველივე. არ შემოვიფარგლები სოფელ ციხისძირით, მინდა შევეხო სხვა ლოკაციებსაც, ქობულეთის მუნიციპალიტეტი ბევრი სოფლით შემოიფარგლება როგორც იცით. მე ვახსენე რომანაძეების ოჯახი, აი ეს კადრები გადის ახლა პირდაპირ ეთერში, ჩვენ მქონდა მათთან კომუნიკაცია, ინტერნეტის პრობლემა იყო, ამ ხრივ რთულია ახლა ამ ადამიანებისთვის, თქვათ აღჭურვონ ტელეფონები და ეს კომუნიკაცია ადვილად დამყარდეს. თქვენც ვიცი რომ არ ყვევდით დეტალებს ამ ოჯახის შესახებ და გიხარით დიახ, მოსახლეობა არის ამ დღეების განმავლობაში 5-6 დღის განმავლობაში რაც უხრინალექი დააწვა ქობულეთის მუნიციპალიტეტს აჭარას. მოსახლეობა არის უმრავლესობა მოსახლეობისა, რომლებიც მაღალმთიან ტერიტორიებზე ცხოვრობენ, არის გარესამყაროს მოწყვეტილი, ანუ ყველანაირად მომზადების გარეშე შეხვდა მუნიციპალიტეტი ამ გამოწვევას, ეგრეთ წოდებულს და გამოწვევას, რომელიც დგას დღემდე, სხვათაშორის დღის წესრიგში ჩვენი მუნიციპალიტეტის და ვერ სცემს პასუხს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ეს ყველაფერი გახლავთ იმის მკაფიო მაგალითი, რომ ქართული ოცნება ცენტრალური დონიდან მოყოლებული მუნიციპალიტეტების დონეზე დასული არის თავდაცვის რეჟიმში გადასული ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც ისინი ვერ ახერხებენ მინიმალური პრობლემებიც კი მოაგვარონ მუნიციპალიტეტებში. მე დავეთანხმები პარლამენტის ეგრეთ წოდებულ, ესე იგი თავმჯდომარე შარლ პაპუაშვილს, რა სტიქია მართლა უბრალოდ თოვლია, დიახ, მეგობრებო, თოვლი მეტრო ნახევარმა თოვლმა დააქცია მართლა მუნიციპალიტეტები და მისასთან გააცორა ადამიანების ოჯახები. ძელი კონტექსტი ჰქონდა მაგ განცხადებას, მაგრამ ნუ იყო ეს ფრაზა, თუმცა ბუკვალურად პირდაპირ რომ გავიგოთ მისი განცხადება, დიახ, ჩვეულებრივი თოვლი გახდა ეს ყველაფერი არანაირი სტიქია. უბრალოდ ერთმა მეტრო თოვლმა ვერ შეძლო ხელისუფლება როგორც ცენტრალურ ასევე მუნიციპალურ დონეზე, რომ ესე იგი მოეგვარებინა მეტრო ნახევარი თოვლის საფარი ისე რომ არ შექმნოდა მოსახლეობის დისკომფორტი. ეხლა თქვენ სად გეხართ? ციხისძირში ეს გზა გაწმენდილია სადაც ხარ? მე ვიმყოფები სოფელ ციხისძირში, სადაც სოფლის შიდა გზები არ არის ამ დრომდე გაწმენდილი. ნუ იმ ოჯახამდე მერია მივიდა და გასცა კონკრეტული დაპირებები რომ აანაზღაურებდა ამ ზიანს და ასე შემდეგ აღარ შევალ ამ დეტალებში თუ რა გარიგება დადო და როგორ მოელაპარაკა ამ ოჯახთან, მაგრამ სოფლის შიდა გზები როგორც ციხისძირის ასევე სხვა სოფლებში გარიგება რატომ არის? ანუ ხელისუფლება აანაზღაურებენ, ხომ ბუნებრივია, როცა ამ ტიპის ზარალს იღებს მოქალაქე? ალბათ, ვიმედოვნებ ძალიან გამეხარდება, მოხარული ვიქნები თუ აანაზღაურებენ ამ ზარალს, მაგრამ ქართული ოცნების მიერ გაცემულ ნებისმიერ დაპირებას აქვს ჩალისფასი. ამაში არაერთხელ დარწმუნდა როგორც ქობულეთის მკვიდრნი, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები, იმიტომ რომ ამ ადამიანების ახლა სიტყვებს რომ არაფრის ფასი არ აქვს, ბევრჯერ დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ ყველაფერში. ხო, დაუბრუნდები თავარს, სოფლის შიდა გზები, როგორც სოფელ ციხისძირში, ასევე სხვა მიმართულებით არის ამ დრომდე გაუწმენდავი და ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი ამბავი, რომ მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ადგილობრივი მიკროგამგებლების მეშვეობით, რომ ეს ადამიანები არ არიან მათი ამომრჩევლები, ეს ადამიანები არ იზიარებენ ქართული ოცნების მოღალატეობრივ პროპაგანდას, მოღალატეობრივ პოლიტიკას. ამ დაზარალებულები პოლიტიკური ნიშნით იყოფიან ხელისუფლებისთვის. ამ ადამიანების მისამართით ქართული ოცნება
ის დამოკიდებულება არის უდიერი და პირდაპირ, ესე იგი შედიან მათთან კონფრონტაციაში, სიტყვიერად უპირისპირდებიან ამ ადამიანებს და ეუბნებიან, რომ გაგიკეთოს გზა იმან, ვისაც მიეცი ხმა. წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ ვისთან ლაშა, შეგიძლიათ ეს ისეთი ფრაზაა, ნახეთ, შეგიძლიათ დაასახელოთ ვინ ვის უთხრათ, ანუ ასეთი ფრაზებით ეხლა ჰაერზე ლაპარაკს თუ გაქვთ კონკრეტული, რომ ასე მაგალითად კონკრეტული პირი, იმიტომ რომ ეს ისეთი რამაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი მოქალაქეს ეუბნება იმან გაგიკეთოს გზა, ვისაც ხმა მიეციეს, ის ხომ არ არის, თქვათ, ვისაც არ ევალება ამის კეთება, მოხალისემ შეიძლება თქვას, რომ აი ხელისუფლებას მიეცი და დიახ. მე ვატყობ, თქვენი სიტყვებიც კი უძლურია, ანუ უკლედ ამ ფაქტის ახსაწერად, ხომ, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამას ეს ისეთი მძიმე რამეა, ასე არ ითქმება, ამიტომ საინტერესოა ვინ თქვა, იმიტომ რომ გაირკვეს მეტი. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა ჩვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში ძირითადად, ადამიანებს, რომლებსაც გზის პრობლემები აქვს, წყლის პრობლემები, კანალიზაციის პრობლემები, ასეთი დამოკიდებულებით ქართული ოცნება ხშირად გამოირჩევა მათ მიმართ, რომ აი მიეცი მიშას ხმა წალი და გაგიკეთოს მიშამ და ასე შემდეგ და ბოლო დღეების განმავლობაში მაშინ მიშა გაუკეთებდა ხელისუფლებაში რომ იყოს, არ არის მიშა საპატიმროშია როგორ გაუკეთება არავის. მიხარია რომ მეთანხმებით ქალბატონი. არა, ზოგადად ვამბობ ეხლა გზის გაკეთება არ ეხლებოდა ნამდვილად. დიახ, მაშინ როცა მოქალაქეები სტიქიას ებრძვიან, კარგი, აღარ ვსაუბრობთ ყოველდღიურ საჭიროებებზე, წყალზე, კანალიზაციას, გზაზე და ასე შემდეგ. ადამიანები, რომლებიც სტიქიას ებრძვიან, ხო? ადამიანები, რომლებიც გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი, არანაირი მობილურ ტელეფონზე საუბარი ზედმეტია, წყალი, გაზი, დენი, გაყინული მცირეწლოვანებთან ერთად ხედან სახში და როგორია რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოდის და გამუნათებს შენი პოლიტიკური, ესე იგი, მრწამსის გამო და მზად არის იმისათვის, რომ გაგწიროს მათ შორის გარე სამყაროს მოწყვიტოს და ბოდიში და ფეხებზე დაგიკიდოს იმის გამო რომ შენ არ იზიარებ მის მოხალატეური პოზიციას და ამ ყველაფერს განა შეფარულად ამბობენ, ამ ყველაფერს პირდაპირ მოსახლეობას ეუბნებიან. ასევე ეს ადამიანები, ნუ ახლა მათ შორის ამბობენ იმასაც, რომ წყალი არ მოგვეწოდებაო დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობის პრეტენზია იყო ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლებისა, რომელიც დაიქირავეს მათ და ხელფას უხდიან ამაში, ხელფას გებულობენ, გასამშობლოს ყოველთვიურად ამაში და პასუხი იყო მათი ის, რომ წყალი თუ არ არის, რომ გავიჭიროთ ომს, გადაგარჩინეთო ჩვენო და მიდითო გაადნეთო თოვლიო და მოიხმარეთ ესეო პირველადი მოხმარება. ლაშა, სხვა დროს კარგი იქნება თუ თავად ადამიანები ილაპარაკებენ აი ამ კონკრეტული ფრაზებით თუ ვინმე მიმართავს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების ვალია და რაც არ უნდა აქტიური იყოს მოხალისეობრივი ნაწილი ამ შემთხვევაში მაინც ხელისუფლების გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. მადლობა, ლაშა კომახიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა